ბატონო გურამ, დევნილთა უღელტეხილი ვახსენეთ და შესავარში გიწერიათ უძღვნით ჩემს ქალიშვილ სალომეს. დიახ. რატო გადაწყვეტეთ რომ ასეთი მძიმე ნაწარმოები თქვენი შვილისთვის მიგეძღვნათ? ხო, ესე იგი ეს ომი რო დაიწყო, ზაფხულში დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს სალომეს ქონდა სკოლაში დადიოდა მაშინ და ესე იგი მე-10 კლასში გადავიდა მაშინ. ერთ წლის შემდეგ უკვე დაამთავრა ომის დროს ეს პირველი საშუალო სკოლა სოხუმის, რამდენჯერმე დაბომბებშიც მოხდა, ხო და მთელი ოჯახი ჩვენ ვიყავით მანდ. ხო და მე ჩააბარა 93-ში ჯერ სოხუმზე არ იყო განხორციელებული შეტევა, პერემირიეს უძახდნენ, მაშინ ზაფხულში იყო ეს პერემირიეს პერიოდი და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ცოდნამ. ხო და აქ წამოვიდა უკვე სალომე, აქ დედამისთან ერთად და უკვე მე ჩამოვიყვანე ისინი, აქ და მე დაბრუნდი. და რო დაბრუნდი, დაიწყო უკვე შტურმი სოხუმზე. მან მთელი ომი ნახა. მე წარმოვიდგინე, რომ რამოდენად თავისუფლება ვიგრძენი, რომ ჩემები იმ დროს არ იყვნენ უღელტეხილს რო გადმოვდიოდი. ჩემს გვერდით, იმიტომ რომ მაშინ ძალიან რთული მდგომარეობაში ჩავარდებოდი, სულ ამაზე ვიფიქრებდი. აქ ვიყავი მარტო, რამის რომ მომსვლოდა, რა ვქნათ, ომია და ასე რომ ვეხმარებოდი, რა თქმა უნდა, სხვებს და ისე ნელა გადავდი, იმიტომ რომ უღელტეხილზე ბევრი სიკვდილი ვნახე ბოლო დღეებში, ესე იგი გრადის ნამსხვრევით დაფლეთილი ბავშვის სხეული, თქვა და აი ადამიანი როგორ იღუპება და ეს იყო გადასვლა ბიბლიის რომელიღაც ფურცელზე მეგონა თავი, რომ ბიბლიაში ვცხოვრობ, ეს იყო მასიური გადმოსვლა, სადაც ჩვენ ვართ მიჩვეული უფრო ამერიკულ ფილმებს რო უყურებთ, ჯარი-ჯართან მარცხდება, იხევს უკან, ანუ იმარჯვებენ და ის მოქალაქეები არჩანან და აქ იყო მოხუცი კაცები და ქალები, ჩვილი ბავშვები, დედები, ქვეაჭმევენ გზა და გზა რძეს ადლევენ. აქ იყო ცალფეხა ბიჭი, რომელიც იომა რომელმაც აქ იყო ეტლებით დაჭრილები მოყავდა, აქ ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა ერთად გადმოდიოდა და ეს იყო რაღაც გრანდიოზული გადასვლა, რომელიც იმ ბიბლიურ სვლას, როცა ხალხი ხალხს განდევნისა, რაღაც ესეთი მოხდება. ეხლა ამ ხალხს, რა თქმა უნდა, ეშინოდა იმ დიდი იარაღის ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც ესე იგი შეეძლო ხან ერთ მხარეს დახმარებოდა, ხან მეორე მხარეს დახმარებოდა, ყველაფერი ისე გაიკოთებინა და ასე რომ ის ხალხი გმირი ხალხია, იქ რამდენიმე ასეული ადამიანი გარდაიცვალა, ვასაფლავებდით, რაც საშუალება და ძალა ჰქონდა, ყველას ვერ ვასწრებდით და მე ვინც დაასაფლავეთ ბევრჯერ, ესე იგი ბევრი ავიდა მე იმის შემდეგ იმ ადგილებში, მაგრამ ვერ იპოვეს, ცხედრები ვერ იპოვეს. ხო, ეს საშინელი იყო. ასეთი რამ ჩვენი ისტორიაში, რომელიც აქ ომი რო ქონოდა და ასე ვერ წარმოვიდგენდი ვერანაირად. ხო და მე ამიტომაც მე გადავწყვიტე, რომ სალომესთვის მეძღვნა ერთი ომს გადარჩენილი თავად, მეც კიდევ ომს გადაურჩინე, რომ ამბობდი, ეხლა თუ გადაურჩი ამ უღელტეხილს, აუცილებლად დავწერო ეს და 10 დღეში რო ჩამოვედი, სული მოვიტყვი და დავწერე და ვის უნდა უძღვნა და ჩემს შვილს. იმიტომ რომ მაწი ასეთი რამ არ ყოფილიყოს არც მის ცხოვრებაში, არც მომავალი თაობის ბავშვების ცხოვრებაში. რამე ესეთი არ იყოს. ეს იყო ჩვენ ომს ვიყავით მიჩვეული, როდესაც უყურებდით ფილმებში, თქვათ მეორე მსოფლიო ომი. ამ კითხულობდით წიგნებს. და ეს გვეგონა სადღაც ყოფთის სადღაც და უცებ ეს მომი ჩემს ქალაქშია, გაიყო გუმის და იქით აფხაზური მხარე, აქეთ ქართული მხარე, ესვრიან ძველი მეზობლები, ძველი ნათესავები, მოგვარეები. თქვა და აფხაზი გაბუნია, ქართველი გაბუნია, აფხაზი დამენია, ქართველი დამენია. და ასე შემდეგ საშინელება იყო თან პატარა ბიჭები, რომლებსაც მე მახსოვს ისინი ეს თაობა საავტომატე ასაკის რო გახდნენ და ომი დაიწყო, ეს თაობა მახსოვს 10 წლით ადრე, როგორ ნებივრად ჭამდნენ ის ქართველი ბიჭები, ბერძნები, აფხაზები, აი ნებისმიერი ეროვნების ნაყინს, თქვა და კატერების სანაპიროსთან იყო, კარგი სანაყინო იყო და ინდურისთან იყო გადასადა ეს ბავშვები ნებივრობდნენ ამ ნაყინით, ამ ზღვით, ამ ქალაქით და მე მოულოდნელად მოუწიათ ომმა, ჯარისკაცი არ იწყებს ომს, ომი იწყება სხვა სივრცეებში, იძერწება, ჯარისკაცი მე
უკვე იძულებულია რომ გააგრძელოს ეგ ამბავი რაც მაგრამ თორე ჯარისკაცი ყველა გინდა იქი დამხარის გინდა ჩვენი მხარის თუ ის დამნაშავე არა სხვა რამეში ისინი ანგელოსები არიან